დღეს არის Renault QM3-ის იგივე კაპტურის დღე. ძალიან ბევრი შემოვიდა ეს მანქანა დღეს ჩვენთან, ყველას პრინციპში ერთ და იგივე პრობლემა აქვს. ეგ არის ტვინის პრობლემა, ქართული წუნია ეგეც. ტვინი რესურსიანია, დაახლოებით 150-დან 200.000-მდე ფუჭდება ეს ტვინები ყველა Renault-ზე. იქნება ეს QM3, კაპტური, SM5, მეგანი, Clio და ასე შემდეგ. ყველა Renault-ზე რომელსაც უყენია ძრავი 1 და 6-მდე, ყველას უყენია კოლოფი DC4 და ყველას აქვს ტვინის პრობლემა. ამ მანქანაზე ტვინი იცვლება, ამათაც იცვლება. ამ მანქანაზე კიდე ზეთი უნდა შევამოწმოთ და თუ არ ვარგა უნდა შევცვალოთ. ძალიან ბევრი კითხვა შემოდის მეგობრებო, მუშაობთ თუ არა ამ მანქანებზეც? კი, მუშაობთ, დიდი ხანია უკვე Renault-ზე მუშაობთ. ყველა Renault-ზე რომელსაც უყენია DC4 კოლოფი. ეს არის ყველა Renault 1 და 6-მდე ძრავით. ყველას უყენია ეს კონკრეტული კოლოფი. რაც შეეხება ამ მანქანას, ზოგადად კარგი მანქანაა, ცუდი არ არის, ბევრი გეკითხება ღირს თუ არა ამის ყიდვა, რა აქვს სუსტი წერტილი და ასე შემდეგ. სუსტი აქვს მხოლოდ გადაცემათა კოლოფის ტვინი. მექანიკური მხარე უფრო გამძლეა ვიდრე Ford Focus-ებზე და Fiesta-ებზე. კარგით, მოდით ახლა ზეთი ჩამოვასხათ, შევამოწმოთ, ნახოთ ხარისი როგორია და თუ არის საჭირო შევცვალოთ. ზეთით ჩამოვასხით, მოდით ახლა ვნახოთ რამდენ პროცენტს გვიჩვენებს ჩვენი აპარატი. 20%-ზეა ზეთი, ეგ ნიშნავს, რომ ზეთი არ ვარგა და აუცილებელია რომ შეიცვალოს. მოკლედ, ამ მანქანაზე იცვლება გადაცემათა კოლოფის ტვინი და იცვლება ზეთი. ტვინის შემთხვევაში, მეგობრებო, ძალიან მოთხოვნადია ეს ტვინი, ტვინს არის შეკვეთები გვაქვს ამ ტვინებზე, იმის გამო რომ არის შეუება არც ფიზიკურად ვერ ნახავთ ვერსად. ჩვენ ვიძლევთ 1 წლიან გარანტიას, გვაქვს ადგილზე მომსახურების სერვისი, შეგვიძლია მოვიდეთ თქვენ სახლთან, სამსახურთან, შევცვალოთ მანვე ტვინი, მაგრამ საჭიროა წინასწარი შეკვეთა. ლოდინის დრო დაახლოებით 10 დღეა, 100 დღიდან 2 კვირამდე არის მაქსიმუმი. თუ გჭირდებათ, დაგვიკავშირდით, ან მოიყვანეთ თქვენი მანქანა, შეგიმოწმებთ და გეტყვით ზუსტად რა ჭირს გადაცემათა კოლოფი. ჩვენ ვართ ვაზის უბანში, შანდო პეტეფის 15 ნომერში.